ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილში ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ საქართველო მტკიცედ არის ერთგული ევროპული ინტეგრაციისა, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პრინციპებს. ბრიუსელში საქართველოს ელჩის ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილს და შესაბამის ანგარიშს რადიო თავისუფლება ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 5-ნაწილიანი ანგარიშის საგარეო ურთიერთობებისა და ფუნდამენტური უფლებების ნაწილში ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდში მან განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციაზე წვდომის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის დაცვისა და განვითარების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, ანგარიშის მიხედვით 2025 წელს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის 3 პოლიციელის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ ქართული ოცნების წერილი დაუსაბუთებელია. მათ არ უპასუხიათ ჩვენ მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე, მათ არგუმენტებით გაუმყარებელი პასუხები გამოგვიგზავნეს. განაცხადა წყარომ რადიო თავისუფლებასთან. ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილს, რომლის დეტალებსაც რადიო თავისუფლება ასაჯაროებს, აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები, განცხადებები გააკეთეს ქართულ ოცნებაში. ერთადერთი რაც დარჩენიათ ივანიშვილის ფანდის წევრებს არის რაღაც გაურკვეველი ინდექსებით და გაურკვეველ ასე ვთქვათ კვლევებზე საუბარი გამომდინარე იქიდან რომ რეალური შედეგი რაც იხილა როგორც ქართულმა საზოგადოებამ ესე საერთაშორისო არის ერთი რომ ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს რეგრესი მათ შორის კორუფციის მიმართულებით მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ბოლო 1 წლის მანძილზე გადაიდგა ყველა მიმართულებით დიქტატურისკენ მიმართული ნაბიჯები, რაც რა თქმა უნდა სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციის, შეუძლებელია ქვეყანას სადაც პოლიტიკური პარტიები იგზალება, არასდროს პროგრესები ყადაღდება და ყველა თავისუფლად მოძღვენი ადამიანი არის დევნის მსხვერპლი, გახდეს ევროკავშირის წევრი. ნახეთ ყველამ რომ ბრუსელი ჟონავს, ხო? ნახეთ რომ დოკუმენტი რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად აღმოჩნდა რატომღაც პროპაგანდისტული მედიის ხელში, ნახეთ რომ რადიო თავისუფლება, რომელიც აფინანსებს ბრუსელი, ვიზო მიმოსვლას რაც შეეხება, რაც აინტერესებს წესით და უნდა აინტერესებდეს კეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს ბრიუსელში, არის ის რომ საქართველოში არსებული სიტუაცია უხნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირის მიგრაციის მხრივ, ევროკავშირის კრიმინალური გარემოს გაუმჯობესების მხრივ და ასე შემდეგ. ამ მხრივ საქართველო არის სამაგალითო. რაც შეეხება კანონის უზენაესობის მიმართულებას, ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ობიექტური შეფასებები სხვადასხვა რეიტინგების, ხომ? ჩვენ ხედავთ ახლა ზოგიერთი მიკერძოებული უცხოელი პოლიტიკოსი საკუთარ დღის წესრიგს არგებს საქართველოს მიმართ შეფასებებს. ბრიუსელი ვერ იქნება სასამართლო, ნებისმიერი პირი, ჩინოვნიკი, ინსტიტუცია, რომელიც თავის თავზე იღებს მართლმსაჯულების ფუნქციას, ეს არის მართლმსაჯულების ფუნქციის მითვისება. ცნობისათვის 2025 წლის ივნისის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ საქართველოს დემოკრატიის სერიოზული უკუსლის საპასუხოდ ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავდა. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად კომისიამ რეკომენდაციები გასცა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა. ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა ბეატე გმინდერმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს 14 ივლისს გაუგზავნა წერილი. წერილსთან ერთოდა რეკომენდაციების 8 პუნქტი. 10 სექტემბერს ჰელსინკის კომისია საქართველოს საქმეზე მოწმის სტატუსით სალომე ზურაბიშვილს მოусმეს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან ერთად მოწმის სტატუსით წარდგებიან ასევე თინა ხიდაშელი და ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი კვლევარი ლუკ კოფი. კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში ჩინური ინვესტიციების მოზიდვით ქვეყნის სუვერენიტეტი შეარყია, არჩევნების შემდგომ ძალაუფლების დათმობაზე უარით კი შეერთებული შტატების ინტერესებს საფრთხე შეუქმნა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსმენაზე საუბარი შეეხება მეგობარი აქტის მიღების მიზანშეწონილობასაც. ჰელსინკის კომისიის მორიგსხდომას საქართველოში პოლიტიკოსები აფასებენ. წარდგებიან, იმედი მაქვს და ასეც არის ეს ხალხი ოპოზიციურად არის განწყობილი, ისაუბრებს იმ დარღვევებზე, იმ დანაშაულებზე, რომელსაც ივანიშვილი და მისი ბანდა სჩადიან ქართველი ხალხის მიმართ და როგორც ამ გუნდის, ან ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრები, ალბათ მათ შორის იქნებიან გამაჯერებლები სამხრეთ სალომე ზურაბიშვილი იქნება თინა ხიდაშელი თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი, მე დიდი იმედი მაქვს რომ თითოეული მათგანი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე
ისაუბრებს და ილაპარაკებს. ამიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ ამის იმედი შემეძლია გამოთქვა და არც ერთი მათგანი საკუთარ გამოსვლას და ამ დიდ ტრიბუნას არ გამოიყენებს რაღაცა ვიწრო პარტიული ან ნებისმიერი სხვა ტიპის ვიწრო ინტერესებისთვის. სალომე ზურაბიშვილი არის მაკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი, ან ჩვეულებრივად უცხოელებს ყავთ ხელფასზე, ამაზე მეტი აგენტობა რა გინდათ. თინა ხიდაშელი არის ტაივანის ესე იგი არაღიარებული ქვეყანა, რომელიც სეპარატისტული რეჟიმის დაფინანსების ქვეშ მყოფი ადამიანი არის თინა ხიდაშელი, რომელსაც ფულს უხდიან იმისთვის, რომ რაღაც ანტიჩინური განწყობები გააღვიოს და ნუ ამაზეა გაწყობილი ყველაფერი. ორი ადამიანი, რომელიც ჩადის ახლა ღია ეთერში სამშობლოს ღალატის ჩასადენად და ნუ ეს კინოც ხომ ნახეთ. თქვენ იცით რომ ჰელსინკის კომისიაში მძლავრობენ დიპსტეიტის წარმომადგენლები და მათ დაიბარეს დიპსტეიტის აგენტები ხიდაშელი ზურაბიშვილი. ნუ მელამ თავისი კუდი მოწვედ მოიყვანო, ასე გამოვიდა ჰელსინკის კომისიას აბსოლუტურად სასიცილოა რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი. ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია და ის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. გუშინ გამართულ სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებული საბოლოო სიტყვა მოისმინა, რის შემდეგაც მან განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ მის მიერ მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ყველა ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა იყოს გაზიარებული. კიდევ ერთხელ და 1000-ჯერ აღნიშნა, პირადი ჩხრეკის ოქმს აწერს ნიკა კაცია და მის სისწორეს ადასტურებს, თუმცა სასამართლოზე გაჩნდა ეჭვი, იყო თუ არა შესაძლებელი ნეიტრალური პირი ამ საგამოძიებო მოქმედებას დასწრებოდა. მოცემულ შემთხვევაში არსებობს ეჭვი, რომ სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, რაც ვერ განხორციელდა, მათ შეეძლოთ მოეწვიათ ნეიტრალური მოწმე, განაცხადა მჭედლიშვილმა. დანარების სიხარულია მარტო დედაჩემის ცრემლების გამო კი არა. იმიტომ რომ გუშინ წინდელი და გუშინდელი ღამე იყო ყველაზე მძიმე და იმიტომ რომ აი როგორ გითხართ საკუთარ თავზე ადამიანი არ ნერვიულობს საკანში რაღაცა ესელაგდება. საკუთარ ბედზე არ ფიქრობ აბსოლუტურად არაფერზე, ფიქრობ იმაზე რომ შენსავით არის კიდევ ბევრი და ეს ბევრი ასახავს საქართველოს. ანუ ეს ახალგაზრდები, ბიჭები, ზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი, ეს ადამიანები რეალურად ჩემ თავზე რო არ ვილაპარაკო არიან. ანუ საქართველოს სახეს ვირეკლავ. როგორ გითხრათ დღეს რომ ეს ღიმილიანებმა მომაცილეს არ ვაძლევ ახლა საკუთარ თავს უფლებას რომ გავიღიმო ისე როგორც რეალურად მიხარია, იმიტომ რომ მე მგონია რომ ბრძოლის აი რაღაცა საწყისი რამდენი საწყისი უნდა იყოს, მაგრამ არის ეს ნაბიჯები რომელსაც ახლა ვსვამ, ნიშნავს იმას რომ ეს სიხარული ყველას ერთად შეგვიძლია, აი აქ მყოფ ადამიანებს რომლებიც ირგვლივ არიან, ველოდიარად არწმუნებული ვიყავი, იმიტომ რომ სიმართლე არის ძალიან უცნაური რამ. არ უნდა ამის გამო დავივიწყოთ ის რომ სადაც ერთი აგური სამართლის დაიდო 11 აგური უსამართლობის. არც ნიკა კაცია სასამართლოზე არ იყო არანაირი მტკიცებულება და ეს აღიარა მოსამართლემ, მაგრამ არც იმ 11 და წინა დღის სასამართლოებზე არ იყო არანაირი მტკიცებულება. ყველა ეს ადამიანები არიან უდანაშაულო ადამიანები. დღის პირველ ნახევარში რაც ვნახეთ მოსამართლე და მისი შუშის თვალები გვიჩვენებს რომ ეს არის მართული სასამართლო და სხვათა შორის არ შეიძლება რომ არ აღნიშნო, რომ იმ დროს, როცა გამოდის თეატრულუკიანის ვითომძდა კომისიის დასკვნები და იმ დასკვნებში წინა რეჟიმის შესახებ არაფერი არ არის სერიოზული ნათქვამი იმაზე, რომ იქაც იყო სრულიად უსამართლო სასამართლო და დღეს თუ გვაქვს ჩვენ უსამართლო სასამართლო, ეს არის იმისი გაგრძელება, იმიტომ რომ დღესეც დგანან სათავეში იგივე მურუსიძეები.
ცნობისათვის ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს მას ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება 34512 აბი მეტადონი ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის მეტადონის აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში. თბილისში ფონიჭალას დასახლებაში ჩაატარეს წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლები 1967 წელს დაბადებული პირის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მეტადონის აბები, ასევე ჰეროინის, მორფინისა და კოდეინის შემცველი 2 ლიტრამდე სითხე. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება 34512 აბი მეთადონი ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის მეთადონის აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა ქალაქ თბილისში ფონიჭალის დასახლებაში ჩაატარეს წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლები 1967 წელს დაბადებული ეფუს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. რის შედეგადაც სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მეთადონის აბები, ასევე ჰეროინის, მორფინისა და კოდეინის შემცველი 2 ლიტრამდე სითხე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის A ქვეპუნქტით მიმდინარეობს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით ეფუს სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის შესახებ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. აქვე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო თითოეულ სამართალდამცველს გაწეული დაუღალავი შრომისთვის. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობისა და ცეცხლსრული იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით 2 პირი, მათ შორის 1 უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მეტადონი, ჰეროინი და გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ცეცხლსრული იარაღი და ნარკოტიკული საშუალების დაფასუებისათვის საჭირო მასალები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.